გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. ადმინისტრაციული გამჭვირვალობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. ანგარიში ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა. კვლევა მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით. რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს და უსწრებს ყველა დანარჩენს. თბილისში ელჩების კონფერენცია გაიმართა. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მიზანი იყო საგარეო პოლიტიკის ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობა. ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საოკუპაციო ხასთან ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელეს. პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდეს სამდღიან შეხვედრებს აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებას ეხებოდა. პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდა სტივენ ვიტკოფმაც რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე კი აცხადებს, რომ უკრაინის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბოლოს შემუშავებული პირობების უმეტესობა მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის. მოსკოვში გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი ააფეთქეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 4 პირი. კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელყვალზე გახსნა. დაკავებულია 2 პირი. წინა საახალწლო პერიოდში ნაძვის უკანონო მოჭრასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება. რეალიზაციის ადგილების ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს. უკანონობის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს ცხელ ხაზზე დაკავშირებას სთხოვს. ამ დროისთვის სულ ეს იყო, შეხვედრამდე.